თითოეულობის გამო გურიაში გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში შეუძლებელია. პრობლემები, რომლებიც უამინდობამ შექმნა, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა საკუთარ თავზე გამოსცადა. ნიკა მელია დღეს გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავდა, მაგრამ თოვლით ჩახერგილი გზის გამო რამდენიმე სოფლამდე მისვლა ვერ შეძლო. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრზე მეტია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხვად მოსულ ნალექთან გამკლავება ვერ შეძლო, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვსაუბრობ როგორც ან პარტიის თავმჯდომარე, ან როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი. უბრალოდ ადამიანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გურიაში ხედავს იმას, რასაც ხედავს. უპატრონობა სრული. თითქოს არ არსებობს არც ერთი ბიუროკრატი, ვინც ზრუნავს გურიის რეგიონზე. არც მერი, მისი მოადგილე, არც გუბერნატორი, არც ერთი ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელი. მხოლოდ ეს მოცემულობა არის დასტური კიდევ ერთხელ დამატებით, რომ ქართული ოცნება არ არის მზად მართოს სახელმწიფო. არის დეზორიენტირებული და გათიშული თავიდან ბოლომდე სახელმწიფო აპარატი.